ცოტა ხნის წინ ხმაური იყო თბილისის ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფართან. მიუსაფარი ძაღლების მიმკედლებლები თავშესაფარში შესვლას და წაყვანილი ცხოველების დაბრუნებას ითხოვდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. საბოლოოდ მოქალაქეები დაწესებულებაში შეუშვეს, რამდენიმე მოქალაქემ კი მიკედლებული ცხოველი ამოიცნო და თავშესაფრიდან წამოიყვანა. ცხოველთა მოყვარულები და უფლებადამცველები მოითხოვენ, რომ თავშესაფარში შეშვების პრაქტიკა მათი მუდმივი უფლება იყოს. უფასო სასადილოებიდან 3,5 მილიონი ლარზე მეც 5 პირი თაღლითურად დაეუფლა. სუსმა პროგრამის კონტრაქტორი კომპანიების დირექტორები და ერთი თანამშრომელი დააკავა. უწყების ცნობით 14,451-მდე ბენეფიციარს 3 წლის განმავლობაში კომპანიები არაკეთილსინდისიერად ემსახურებოდნენ და თანხას, რომელიც სოციალურად დაუცველთა კვებისთვის უნდა დაეხარჯათ, თაღლითურად ითვისებდნენ. არნეულში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს, ის კლინიკაშია გადაყვანილი. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია. მთავარი დეტალების დაზუსტებას შინაგან საქმეთა სამინისტროს განელოდება. მოლდოვის ყოფილმა პრორუსმა პრეზიდენტმა დელეგაციასთან ერთად საქართველოს პარლამენტში შეხვედრა გამართა. ინფორმაციას იგორ დოდონი სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ქართული ოცნების წევრებმა ისკო დასენმა, გია ბენაშვილმა და მარიამ ლაშხმა. დოდონი ვიზიტს ისტორიულ მოვლენას უწოდებს.